სურს თქვენი ეთერიდან სრულიად საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე ისტორიული დღეა, ძალიან დიდი დღე გახლავთ, ვინაიდან აგერ უკვე თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ჟამთასვლის შემდგომ ღვთისნებით დღეს არჩეული იქნა, გამორჩეული იქნა უпроსტად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აწუყვეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. იცით, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი გახლავთ, ნამდვილად ეპოქალური ისტორიული დღეა დღეს, აი თქვენ კითხეთ სასულიერო პირების განწყობის შესახებ და ჩვენ სწორედ აი დღეს ჩვენს მეგობრებთან ერთად საუბრობდით ამასთან დაკავშირებით და აი როდესაც უკვე მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე მობრძანდა სიონის საკათედრო ტაძარში და მე იქ ვსახურობდა ჩვენ დავხვდით მას, აი და ის მიბრძანდა მისი უწმინდესობის საფლავთან უკვე მის წინამორბედ პატრიარქთან, შეიძლება უკვე ასე ვთქვათ, ილია მეორე საფლავთან, ჩვენ მაშინ ვიგრძენით თუ როგორ ერთი მხრივ როგორ დასრულდა ძველი ეპოქა, რაც უკავშირდება მისი უწმინდესობის ილია მეორე სახელს და დიახ, აი ზუსტად და როგორ დაიწყო ახალი ეპოქა. მეორე მხრივ ასევე ვიგრძენით ისიც, რომ სწორედ თქვენ მოგეხსენებათ აწუყვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მოსაყდრეთ სწორედ მისმა უწმინდესობამ გამოარჩია 2017 წელს და აი ერთი მეორე მხრივ ვიგრძენით, რომ ეს გზა გაგრძელდება, ის რაც თქვენ მოგეხსენებათ 1977 წელს, როდესაც მისი უწმინდესობა გამოირჩიეს პატრიარქად და მოხდა მისი ინტრონიზაცია, საქართველო მაშინ უმძიმეს პერიოდში იყო, საბჭოთა ხანა იყო, ათეიზმის ეპოქას უფევდა და მისმა უწმინდესობამ ეს უკვე არაერთხელ ითქვა, რომ შექმნა ნამდვილი ეპოქა და დღეს ჩვენ ვხედავთ უკვე აღორძინებულ ეკლესიას. და დღეს ეს ეკლესია, რომელიც ზოგადად ეკლესია ყოველთვის ცდილობს, რომ უპასუხოს, ასე რომ ვთქვა, თანამედროვეების გამოწვევებს, ვინაიდან ეკლესია სწორედ ეკლეოს კრებულს ნიშნავს, ეს არის კრებული, რომლის თავიც არის ქრისტე, ასე გაიგება ის საღვთისმეტყველო კუთხით და ასეა ეს და მეორე მხრივ თავისთავად ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც სათავეში უდგას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ჩვენ აი ყველანი დღეს დიდი სიხარულით და იმედით შევყურებთ ახალი ეპოქის დასაწყისს. კი ბატონო, რა სასულიერო პირები რა მოლოდინით ხვდებიან თქვენი აზრით, რა თქვენ პირადად რას ელოდებით ახალი პატრიარქისგან, ანუ რა არის ის თავარი, რაც უნდა გააკეთოს მან, აი შეიძლება ის უფრო მეც იტყვის როგორ ხედავს მის როლს, მაგრამ საინტერესოა თქვენ როგორ ხედავთ მის როლს. დიახ, როგორც უკვე მოგახსენეთ, თანამედროვეობა სავსეა გამოწვევებით, არა მარტო ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, არამედ სრულიად მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად ეკლესია მუდამ ასე რომ ვთქვათ, მოწოდების სიმაღლეზე იყო ყოველთვის მოთაშორის ითვალისწინებდა თანამედროვეობის რაღაცა ეკლესიურ მოთხოვნებს, ოღონდ ყოველთვის ეკლესიას ვარს უდებდა ამ მოთხოვნებს თანამედროვეობისა ისტორიული ჭრილში რო ვთქვათ ეს და აქ ეს ზღვარი რაზე გადის? თუ კი ასე რომ ვთქვათ, თანამედროვეობა ეკლესიის მრევლს თავაზობს სოდვის ჩადენას და სოდვის ასე რომ ვთქვათ ლეგალიზებას, იქ რა თქმა უნდა კაცრი ზღვარი უდევს ეკლესიას ამ კუთხით ვერასოდეს ვერ იტყვის ეკლესია სოდვაზე რომ სოდვა არა, ისევე როგორც სიკეთეზე და მადლზე ვერ იტყვის რომ ის მადლი არა. შესაბამისად დღეს უკვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად გამორჩეულს ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეკლესიაში კრებსითობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და კრებსითობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, სამღვდელოებასთან ერთად, მორწმუნე საზოგადოებასთან ერთად ეცდება, რომ უპასუხოს ამ გამოწვევებს და ეს რაც ჩვენმა დიდმა პატრიარქმა ილია მეორემ დათესა, გაზარდა და აქამდე მოიყვანა, ღირსეულად გაგრძელდეს ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება. თქვენ ხედავთ ალბათ გესმით, თუნდაც ამ სტუდიაშიც მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დღე იყო კრიტიკისგან, კრიტიკაც ისმოდა, მოკეთ სხვადასხვა გვარია დამოკიდებულება. აი სკეპტიკოსებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის ან სახელისუფლებო, ან რუსული გავლენებისგან შორს ვერ იქნება, აი ამათ რას ეტყოდით? აი თქვენ როგორ ხედავთ მას?
იცით სკეპტიკოსები ყოველთვის იყო არის და იქნება და ამას იცით როდეს ერთი ადამიანი რას ამბობს და მეორეა ესეც ხო ცნობილი ანდაზა ხო ენა ძვალი არ აქვს და რაღაცის თქმა როდესაც ხდება უნდა ხდებოდეს შესაბამისი მყარი მტკიცებულებების ასე თქვა წარმოდგენა იმის დასტურად თუ ეს ნამდვილად ასეა და ჩვენ აი თქვენ რაც ბრძანეთ ამ რაღაცა არ ვიცი პოლემიკა დავარქვათ ამას თუ ყველას აქვს მეორე მხრივ თავის თავაცადია ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და ჩვენ ყველას აზრს პატივსცემთ მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რომ ყველას აზრს ვეთანხმებით შესაბამისად სკეპტიკოსები კიდევ ერთხელ ვამბობ ეს მარტო დღევანდელობას არ ეხება ყოველთვის ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი პატრიარქის ასე თქვათ ინტრონიზაციისას თუ გამორჩევისას ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მის მოსაზრებას და ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც ეთანხმებოდნენ მის მოსაზრებას და ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი გახლავდა მე პირადად და არა მარტო მე ამაში რაღაც ესე განსაკუთრებულ ვერაფერს ვხედავთ კი ბატონო, ხვალინდელ დღეზე რას იტყვით? თქვა დღეს რომ ყოველი ადამიანი, აი ესეც არის ძალიან არსებითი, რომ ყოველი ადამიანი განურჩევლად თავის შეხედულებისა ეკლესიის წევრია. ქრისტეს კარი და ქრისტეს სახლის, ღვთის სახლის კარი ყოველი ადამიანისთვის განურჩევლად მისი აზროვნებისა ღია. ქრისტეს ეკლესიის წევრობისთვის ერთადერთი რამ არის საჭირო? უნდოდეს ადამიანს ეს და აღასრულებდეს საკუთარი საქმით მის ამ სურვილს. კი ბატონო, ხვალინდელ დღეზე რას იტყვით ინტრონიზაცია, სასულიერო პირები იქნებით თუ არა ასევე, თუ აქ შეზღუდული იქნება მაინც, იმიტომ რომ ტაძარში ვინც დაეტევა, როგორი იქნება ინტრონიზაციის დღე? დიახ, მოგეხსენებათ ინტრონიზაცია ხვალ 10 საათზე იწყება, უბრალოდ ეს არის ღვთისმსახურება, ჩვეულებრივი ლიტურგია, რომელიც გამშვენებულია დამატებითი ასე თქვა მსახურებით, რასაც უკვე ინტრონიზაცია, ანუ აღსაყდრება, ძველ ქართულად ასე ქვია, მას აღსაყდრება ქვია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა, შეზღუდვები იქ არ არის, უბრალოდ ახლა თავისთავადია სვეტიცხოველი მიუხედავად რომ დიდი ტაძარია, ხალხის რაოდენობა საკმაოდ დიდი იქნება და შესაბამისად იქ შეიძლება ადგილზე გარკვეული შეზღუდვები იყოს, თუმცა როგორც ასეთი ყოველ ადამიანს შეუძლია რომ მიბრძანდეს და თუ შიგნით ვერ შევა, გარეთ დადგეს და გახმოვანებული იქნება რა თქმა უნდა ეს მსახურება და მონაწილეობა მიიღოს ამ ნამდვილად ისტორიულ მოვლენაში, რომელიც ბოლოს თითქმის ნახევარი საუკუნის წინ გაიმართა, როდესაც ჩვენი პატრიარქი აწუყე განსვენებული აღსაყდრა 1977 წელს. კი ბატონო, დიდი მადლობა, გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობა იმისთვის, რომ გაიხარა და აქვე იმასაც ვიტყვი თქვენის დევართვის, რომ ასფალტ არ არის შემთხვევით ის, რომ ხვალ გახლავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენება და ასევე ხსენება საქართველოს სიხვდომილობისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და სწორედ ამ დღეს აღსაყდრება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა გახლავთ სწორედ ნიშანდობლივი, იმიტომ რომ სწორედ ანდრია პირველწოდებულის ქადაგების შედეგად დაფუძნდა საქართველოს სამოციქულო ეკლესია. ამიტომაც ეწოდება ჩვენს ეკლესიას სამოციქულო, რომ ჩვენთან ანდრია პირველწოდებულმა და არა მარტო მან, კიდევ ორმა მოციქულმა იქადაგეს. ღმერთმა მშვიდობა მისცეს უკვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ახლად არჩეულს მეუფე უკაცრავად შიო მესამეს და ღმერთმა მშვიდობა მისცეს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ღმერთმა ინებოს რომ მშვიდობით და კეთილდღეობით განსრულებული იყოს ცხოვრება ჩვენი. კი ბატონო, მადლობა.